ეს გამოჩნდა უფრო მეტად უნარების გაზომვას ემსახურება, გაზომვას ბრჭყალებში, რა თქმა უნდა. გაითვალისწინოს ყველამ, რომ ქართულის გამოცდა არ არის მხოლოდ ზეპირად ნასწავლი ტექსტების ჩაბარების შესაძლებლობა. მე გირჩევდით, რომ აუცილებლად დაიწყოთ რედაქტირების ტექსტით ეს გამოცდა. ეს ფრაზები, ეს ლექსიკური ერთეულები უნდა ვიცოდეთ. დიახ, ეს მოგეთხოვებათ. პირველი შეცდომა გახლავთ არასტრატეგიული მიდგომა და დროის ლიმიტის ვერ გათვლა. ხშირად ცნობილ რედაქტორებს ეშლებოდათ ეს. გამოვიყენოთ შავი ფურცელიც, გადავწეროთ ყველაფერი. არ ამოწმებს მხოლოდ ცოდნას ეს გამოცდა, ცოდნას ამოწმებს უფრო ნაკლებად ვიდრე უნარებს, თუმცა ცოდნის გარეშე ამ უნარების გამოვლენა უბრალოდ გაგიჭირდებათ. მოგესალმებით აბიტურიენტებო, მშობლებო, მოსწავლეებო და მოგესალმებით ყველას, ვისაც ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდა ცოტა მაინც გაფორიაქებთ და გულს გიჩქარებთ. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ეროვნული გამოცდების მოლოდინზე, იმ შიშებზე, იმ საფრთხეებზე და იმ შეცდომებზე, რომელსაც ყველაზე ხშირად უშვებენ ხოლმე აბიტურიენტები და როგორ შეიძლება ავარიდოთ ამ შეცდომებს თავი. დღეს ჩვენთან სტუმრად არიან და შევიკრიბეთ სამი ფილოლოგი. ერთი გახლავთ ქალბატონი ბელასარია, ასოცირებული პროფესორი, საქართველოს საპატრიარქოს თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი. გვეხარია რომ ჩვენთან ხართ. ჩვენთან არის ბატონი გიორგი ქიტოშვილი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართველური ონომასტიკის ცენტრის ხელმძღვანელი, საერთაშორისო აკადემია ლოგოსის პედაგოგი. მოგესალმებით. გვეხარია რომ შემოგვიერთდით და იმედია საინტერესო საუბარი გამოგვივა. უპირველეს ყოვლისა, უკაცრავად, სანამ შეცდომებზე გადავიდოდით, შევახსენოთ, რა ტიპის უნარებს ამოწმებს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდა. ბატონი გიორგით დავიწყოთ. მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისათვის, მიესალმებით თქვენს აუდიტორიას. მანამ სანამ უშუალოდ შეკითხვას უპასუხებდე, მინდა პატარა შესავალი გავაკეთო გამოცდებთან დაკავშირებით. ჩვენ არ უნდა გამოგვრჩეს, რომ ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდა არის პირველი გამოცდა, რაც აბიტურიენტებისათვის იწვევს განსაკუთრებულ ნებათაღელვას, მოჭარბებულ ემოციებს, შეიძლება წარუმატებლობის შიშიც დაერთოს ამ ყველაფერს და ნეგატიურად მოქმედებს ეს განწყობა მათზე. ისინი საზოგადოების ყურადღების ცენტრში იქცევიან, ამიტომ ემოციების კონტროლი განსაკუთრებულ როლს თამაშობს განწყობის თეორიის მიხედვით. ჩვენ ვიცით ალბათ, ჩვენს დროს, ჩვენი სტუდენტობის დროს იყო ასეთი გამოთქმა, გამოცდებს რომ გამოცდები, შემდეგ ისევ გამოცდებიო. ამიტომ ჩვენ ვაბიჯებთ ახლა უკვე სხვა სამყაროში, გამოწვევების სამყაროში და ის სწორედ ასე უნდა მივუდგეთ ამ საკითხს. ეს არ არის გამოცდა, რომელშიც ჩვენ შეიძლება ჩავიჭრათ, რომელშიც შეიძლება რომლის წარუმატებლობა მათ შეიძლება შეგვაშინოს, არამედ პირიქით. ეს არის ცხოვრებისგან გამოგზავნილი შესაძლებლობა უკეთესი მომავლისათვის. ამიტომ სტუდენტი გავხდები ან ყოველთვის ქვეტექსტურად შეიძლება არსებობდეს ქვეცნობიერში, შიში წევდეს შეუცნობელი მომავლისა, თუმცა ეს შიში ხელის შემშლელი ფაქტორია და უნდა დავძლიოთ ხოლოდ და ხოლოდ მოტივაციით. მოტივაციას ქმნის შემდეგი განწყობა. არა მშობლის სურვილი, რომ დაუშვათ მე ჩავაბარო და შემდეგ მივიღო უმაღლესი განათლება. არამედ ჩემი სურვილი, რომ განვითარდე, უფრო არასტატიკური, არამედ დინამიკური ცხოვრება მქონდეს, მივიღო განათლება, შევიძინო დამატებითი უნარები და შევდგე როგორც საზოგადოების წევრი. აი როგორც დავით გურამიშვილი ამბობს, უნდა შევიცნოთ საკუთარი თავი მთელის ნაწილად. მოსწავლე უნდა სწავლობდეს საცნობლად თავისა და ხო? მართლაც შევიცნოთ ჩვენი თავი. შესაბამისად გამოცდებით იწყება ჩვენი ცხოვრების ახალი ეტაპი. ძალიან ბევრი ბავშვი გამოცდებამდე ხდება 18 წლის, ანუ სრულწლოვანი ხდება გამოცდებამდე. ამიტომ ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით იწყება ახალი ცხოვრება. მათთვის ცხოვრების ახალი ეტაპი, ახალი გამოწვევებით ახსოვსო ეტაპი. და მას უნდა შეხვდნენ ემოციურად დგრადები და არა მოწყვლადები. რაც იმას გულისხმობს, რომ ვისიამოვნოთ აღნიშნული პროცესით
და ნუ შეგვეშინდება წარუმატებლობის. ახლა უშუალოდ შეკითხვას ვუპასუხებ. მეც ჩაგერთობით ძვირფასო გეორგი და აი თქვენი ბოლო ფრაზა რომ შევხვდეთ გაწონასწორებულები, რა თქმა უნდა ასია და არ შეიძლება არ გავახსენოთ ჩვენს არაჩვეულებრივ ახალგაზრდებს. ვეფხისტყაოსანი, თინათინის გამეფება გაიხსენეთ ჩემო ძვირფასებო, აცრემლებული, სამეფოდ გამზადებული ულამაზესი ასული და მამის პირველი დარიგება. რას ეუბნება თუ გახსოვთ? იყავ წყნარი და ცნობილი. დიახ, სულიერი სიმშვიდის შენარჩუნება ყველაზე უფრო რთულ სიტუაციაშიც კი, სადაც საკუთარ პასუხისმგებლობას გრძნობ სრული სისავსით, სადაც გინდა გამოავლინო ყველაფერი, რაც გისწავლია, რაც წლების განმავლობაში მოგიმუშაკებია, რა თქმა უნდა, თავისთავად ხადია იწვევს გარკვეულ ღელვას, მაგრამ უნდა გახსოვდეთ, თქვენი სიმშვიდე, მშვიდი სულიერი გარემო არის გარანტია თქვენი წარმატებისა და თავისთავად ხადია ჩვენ შეიძლება მივმართოთ ჩვენს ძვირფას მშობლებსაც, ზოგადად ყველა საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც დაინტერესებულია მისაღები გამოცდებით, დაინტერესებულია აბიტურიენტების ბედით, დაინტერესებულია მათი წარმატებით, ჩვენმა სიმშვიდებაც უნდა განაპირობოს ჩვენი აბიტურიენტებისთვის მშვიდი გარემო. ზოგადად მათ უნდა შეიგრძნონ საკუთარი ძალები, ირწმუნონ საკუთარი ძალებისა და აი ასე წელგამართულები, თამამები შევიდნენ იმ გამოცდის ჩასაბარებლად, რომელიც მათთვის მოამზადეს სპეციალისტებმა იმ ტესტებზე პასუხის გასაცემად, რომლებიც დამერწმუნეთ, იცოდეთ ჩემო საყვარლებო, მუშაობს მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზნით. ამ ტესტებს ამზადებენ პროფესიონალები, რომლებიც ცდილობენ შეგიწყონ ხელი თქვენი საუკეთესო უნარების გამოსავლენად და იმ ცოდნის გამოსავლენად, რაც წლების განმავლობაში შეგიგროვებიათ. მადლობა რომ მომიწვიეთ დღეს სასაუბროთ ამ თემაზე. თავარი გზავნილი აქედან გამოდის ის, რომ თქვენი დახარჯული დრო და ენერგია ნერვიულობაში უნდა მოხმარდეს საქმის კეთებას და ვფიქრობ, რომ ეს გაცილებით უკეთესი შედეგის მომტანი იქნება, ნუ გაიმეტებთ თავს დახარჯოთ დრო და თქვენი რესურსი ნერვიულობაში. იმიტომ რომ თქვენთან ერთად მინიმუმ 10,000 აბიტურიენტის ის იმავე გამოცდაზე და ჯამში 40,000-ზე მეტი, ასე რომ ნუ იღელვებთ ყველაფერი ჩაილვის ძალიან კარგად. დიახ, დაუბრუნდეთ ახლა ისე გამოცდებს ქართულის გამოცდა, რა თქმა უნდა, არ არის მხოლოდ ცოდნის გაზომვის თვალსაზრისით შექმნილი გამოცდა. იგი არ ითვალისწინებს მხოლოდ ცოდნის შეფასებას. რა თქმა უნდა, თქვა ცოდნით მოიხმარების, თუმცა ეს გამოცდა უფრო მეტად უნარების გაზომვას ემსახურება, გაზომვას ბრჭყალებში, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ყველა ტესტის ნებისმიერი ტესტის ფუნქცია რაღაც გაზომვას, ხო, შეფასებას. შესაბამისად, ჩვენ 12 კლასის შემდეგ ვიღებთ უხეშად რომ თქვა გარკვეულ პროდუქტს მოსწავლის სახით, აბიტურიენტის სახით, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს გარკვეულ კომპეტენციებს. დავიწყოთ აი ენობრივი კომპეტენციები. დავიწყოთ, ხო? მორფოლოგია, ორთოგრაფია, სინტაქსი, სტილისტიკა, ეს ყველა მიცის, ამიტომ თავს არ შეგაწყენთ. არგუმენტირებული მსჯელობა, წერითი მეტყველება, ანალიტიკური უნარები. თითქმის ყველა სააზროვნო უნარს ზომავს აღნიშნული გამოცდა. ბლუმის ტაქსონომიის მიხედვით, რომ ცოდნა, გაგება, გამოყენება, ანალიზი, სინთეზი და შეფასება, ან პირიქით გააჩნია ვის მოусმენთ, ხო? ყველა სააზროვნო უნარს ზომავს აღნიშნული გამოცდა. შესაბამისად ჩვენ უკვე გამომუშავებული გვაქვს, მეც აბიტურიენტების ჭრილში საუბრობ, თითქოს აბიტურიენტად წარმოვიდგენ საკუთარ თავს, იმიტომ რომ თავის დროზე მეც გახდით აბიტურიენტი, რა თქმა უნდა და აი გამომუშავებული უნარების შეფასებას ემსახურება აღნიშნული გამოცდა. ამიტომ სანერვიულო არაფერი არ არის ნამდვილად. ხო, მასალა, რომელსაც სააბიტურიენტო მომზადების დროს გადის მოსწავლე, ქართულში მაინც არის ძალიან ფართე, მოდი ასე ვთქვათ. სუყე მასალა 34 მწერალი. თითოეულის 3, 4 და ზოგჯერ 10 ნაწარმოები. თავს იყრის ისეთი რაოდენობა ტექსტებისა, რომ ბუნებრივია არსებობს შიში
იმასთან დაკავშირებული ვასწრებ თუ არა მთელი წლის განმავლობაში ამ ნაწარმოებების გააზრებას ისე რაგვარადაც მთხოვს ამ ნაწარმოებების გააზრებას გამოცდა, რომელზეც უნდა გავიდე და რა არის საჭირო იმისთვის, რომ ჩემი დახარჯული შრომა რაც შეიძლება ადეკვატურად წარმოვადგინო გამოცდილების წინაშე. ერთი რამ უნდა გაითვალისწინოს ყველამ, რომ ქართულის გამოცდა არ არის მხოლოდ ზეპირად ნასწავლი ტექსტების ჩაბარების შესაძლებლობა. ეს არის დამხმარე ინსტრუმენტალიები, რომლებიც თქვენ ხელთ გაქვთ ნებისმიერი საკითხის გადაჭრისას. აი როგორც ბატონმა გიორგიმ ბრძანა, კონკრეტული ცოდნა ენობრივ საკითხებთან მიმართებაში, ყველა იმ თავისებურების გათვალისწინება, რომელიც ახლავს მორფოლოგიური, სინტაქსური თუ სხვა ტიპის საკითხების გააზრებას ენობრივ დონეზე, ასევე ტექსტის გააზრებისას თავისთავად ცხადია ყურადღების გამახვილება ტექსტუალურ კონტექსტებზე ჩემო საყვარლებო, იმიტომ რომ ბუნებრივია თქვენ შეიძლება შეგხვდეთ სიტყვა კონკრეტული სიტყვა, რომლის მნიშვნელობაც ტექსტიდან თუ ამოჭრილი ეს სიტყვა და ცალკე კონტექსტის გარეშეა მოწოდებული, შეიძლება ვერ ახსნათ, იმიტომ რომ ხანგრძლივი, აი 15 საუკუნოვანი და უფრო მეტი ლიტერატურული პროცესების შედეგად ბუნებრივია ენობრივი მასალა, ლექსიკური მასალა, თავის სემანტიკურ იერს იცვლის, ანუ შინაარსობრივ იერს იცვლის. მაგრამ როგორც კი ამ სიტყვას კონტექსტში გაიაზრებთ, თქვენ მაშინ რომ მიხვდებით, რომ არანაირი დაბრკოლება თქვენს წინაშე არ არსებობს. სულ რამდენიმე სიტყვის ზეპირად სწავლა მაინც მოგიწევთ. ვერ ავარიდებთ ამას თავს. ისეთი სიტყვებისა, რომელთა გაგება კონტექსტითაც შეიძლება გაჭირდეს. მაგალითად, ასტამის თავში ხეთქებაზე როცაა ლაპარაკი შუშანიკის წამებაში, თუ არ იცი ზუსტად ასტამის მნიშვნელობა, შეიძლება ვერ მიხვდე, რა სწავლო ხელი ვარსქენმა და რა გამოიყენა შუშანიკის დასაზიანებლად. აი ამგვარი სულ რამდენიმე, მე მგონი 2 ხელის 10-ვე თითი გეყოფათ იმისთვის, რომ ასეთი სიტყვები დაიმახსოვროთ. აი ახლაც გაქვთ ჯერ კიდევ დრო გამოცდის დაწყებამდე და აი ასეთი განსაკუთრებული სიტყვები, რაც დაზეპირებას ითხოვს და ეს მასალა ასეთია, ქართულის მასალა ასეთია, მართალია ის თვისობრივად განსხვავდება სამეცადინო და სასწავლო მასალისაგან მათემატიკაში, მაგრამ აი თუ თქვენ არ იცით გამრავლების ტაბულა, დამერწმუნეთ, ზეპირად თუ არ იცით, ვერანაირ ელემენტალურ ან ცოტა უფრო რთულ მათემატიკურ ოპერაციას ვერ შეასრულებთ. აი სწორედ ასევე არსებობს გარკვეული ფორმულები, ლიტერატურული ფორმულები, რომლებიც კონკრეტულ ლექსიკურ ერთეულებად ან კონკრეტულ ფრაზებად არის ხოლმე ჩამოყალიბებული ჩვენს არაჩვეულებრივ ლიტერატურაში და თავისთავად ცხადია. აი თქვენი შრომის მოყვარეობის ნაწილი გადის ამაზე. ეს ფრაზები, აი ეს ლექსიკური ერთეულები უნდა ვიცოდეთ. დიახ, ეს მოგეთხოვებათ. რა მოგეთხოვებათ კიდევ ცოდნის დონეზე? რა თქმა უნდა, თავისთავად ცხადია. ცოდნა გაძლევს შესაძლებლობას სწორად გაანალიზო ის საკითხი, რომელსაც მოცემული კონტექსტი, კი ბატონო. ეპოქათა მახასიათებლების ცოდნა, ლიტერატურული მიმართულებების ცოდნა, კონკრეტული ნაწარმოებების პერსონაჟების სრული შემადგენლობის ცოდნა, ამ პერსონაჟების ძალიან უხეშად დაყოფილი, აი ესეთი ჯგუფების კლასიფიკაცია ერთგვარი, კი, დამახსოვრება, გააზრება. იმიტომ რომ ძალიან ბევრი რამე, ეხლა რასაც მე ვიტყვი, შეიძლება უხერხული მოსასმენია, მაგრამ აბიტურიენტს გამოცდაზე შეაქვს როგორც ზეპირი შპარგალკა. დიახ. არა შპარგალკა ხელის გულზე დაწერილი, არა შპარგალკა კიდევ სადღაც დაწერილი და შესრულებული, არა.
მეხსიერებაში, გონებაში დამახსოვრებული, გონებით შეაქვს ის ზეპირი მოცემულობები, რომლებიც ნებისმიერი სააზროვნო საკითხის გადაჭრაში ეხმარება იმაში, რომ საკუთარი განსწავლულობისა და ნაკითხობის სრული დიაპაზონი წარადგინოს შემფასებლის წინაშე. ეს იმასთან დაკავშირებით ცოდნა რამდენად ანუ თანხმდებით ყველანი ერთად, რომ ცოდნის გარეშე რა თქმა უნდა შეუძლებელია მაღალი დონის სააზროვნო ქმედებების განხორციელება, იმიტომ რომ ეს მაღალი დონის სააზროვნო ქმედებები ფუნდამენტურ ცოდნას უნდა ეყრდნობოდეს იმ საგანში, რომელიც თქვენ აირჩიეთ მისაღებ გამოცდაზე ჩასაბარებლად და პირველი საგანი ძალიან მნიშვნელოვანია ეს საქართველოს ნებისმიერი აბიტურიენტისათვის, ნებისმიერი ფაკულტეტის მომავალი სტუდენტისთვის არის საქართველოს სახელმწიფო ენა, დიახ, და მოსახლეობის უდიდესი ნაწილისათვის ეს გახლავთ დედაენა, მშობლიური ენა და თავისთავად ცხადია, აი ამ მშობლიურ ენაში ისე უნდა ვიყოთ ფრთაგაშლილები, რომ როგორც არწივს არ მოსწყინდება და არ შეაშინებს მაღლა ცაში აფრენა, თქვენთვისაც აი ეს მაღალი სიმაღლეების დაპყრობა ფრენით ლაღად იყოს შესაძლებელი. იმავეს ვუსურვებ ჩვენს აბიტურიენტებს, რომლებიც ამ გამოცდას როგორც სახელმწიფო ენის, ანუ ძირითადი ენის გამოცდის ციკლს გაივლიან და ჩააბარებენ, მათთვისაც უნდა იყოს ეს გამოცდა საკუთარი თავისუფლების, საკუთარი ენობრივი კომპეტენციების გამოხატვის დადასტურება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. რატომ? იმიტომ რომ თუ სრულად ფლობ ენობრივ კომპეტენციებს შენ საკუთარ ენაში, ან იმ ენაში, რომელიც შენი სახელმწიფო ენაა, ეს ნიშნავს, რომ შენ რეალიზებული პიროვნება ხარ. მეორე ხარისხოვნების განცდას გაერიდე და ხარ სრულფასოვანი ადამიანი. ანუ კიდევ ერთხელ ეს გამოცდა გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ ჩვენ ადამიანებმა, ჩვენ აბიტურიენტებმა, ჩვენი აბიტურიენტების მშობლებმა, მასწავლებლებმა მოიწონონ თავიანთი ნაშრომით და თქვან, რომ დიახ, ჩვენ აღზარდეთ თაობა, რომლებიც საკუთარ სრულფასოვნებას, პიროვნულ სრულფასოვნებას გრძნობენ, არიან თავდაჯერებულები, თავისუფალნი, მეტყველებენ, მსჯელობენ და ამ მსჯელობის შესრულებისას, ამ ტიპის სამუშაოების შესრულებისას მათ ეხმარება ის ენობრივი კომპეტენციები, რომლებიც შეიძინეს ბევრი წლის განმავლობაში. მე ვერ ვიტყვი, რომ ახლა ამის დაუფლება ერთ წელიწადში მე-12 კლასში აჯამებენ, მაგრამ ბევრი წლის განმავლობაში ყველა ეს ცოდნა და ყველა ეს უნარი თავისთავად ცხადია თავს იყრის ერთი ადამიანის გონებაში, გულში და შემდეგ უკვე იქცევა კომუნიკაციის დიდი სფეროსთვის, ანუ საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომ და გასაგებ რეალობად. შესაძლებლად უთხრათ მოსწავლეებს, არ ამოწმებს მხოლოდ ცოდნას ეს გამოცდა, ცოდნას ამოწმებს უფრო ნაკლებად ვიდრე უნარებს, თუმცა ცოდნის გარეშე ამ უნარების გამოვლენა უბრალოდ გაგიჭირდებათ. გასამხნევებლად კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ თქვენ ტექსტი, რომელზეც უნდა წეროთ, ყველაზე მაღალქულიანი სავარჯიშო და ყველაზე 34 ქულიანი თხზულება, ეს ტექსტი წინ გიდევთ, შესაბამისად მასზე მსჯელობა თუნდაც ამიტომ არ უნდა გაგიჭირდეთ და ეს თქვენი ერთ-ერთი მხნეობის მიზეზი უნდა იყოს. ამის გამოსვლება დარწმუნებული ვარ, მანამდე უკვე გაქვთ თქვენ და შესაბამისად ვერაფერი ვერ დაგაბნევთ, თუ კი მოეკიდებით რაციონალურად და საქმიანად იმას, რასაც აპირებთ გამოცდაზე. ახლა უშუალოდ კიდევ ერთ კონკრეტულ რჩევას ვიტყვი, რომელსაც ყოველთვის ვეუბნები ხოლმე ჩემს მოსწავლეებს. მე გირჩევდით, რომ აუცილებლად დაიწყოთ რედაქტირების ტექსტით ეს გამოცდა, იმიტომ რომ ეს ტესტი თვითონ შედგენილია პროფესიონალების მიერ, რომელთა ჯგუფშიც ფსიქოლოგები შედიან და ეს ტექნიკური სავარჯიშო უფრო მეტად
ტექნიკური სავარჯიშო, რომელიც რედაქტირების ტექსტი გახლავთ, ფიქრობ, რომ თქვენს გონებას მოქმედებაში მოიყვანს, ნაკლებად იქნებით დასტრესილი, შემდეგ დავალებას გადასვლას უკვე რაღაცა მოიხსნება ეს გამოცდის ფაქტორი და ეს გაგიადვილებთ, რომ შეუდგეთ საქმეს უფრო ნაყოფიერად. ახლა უშუალოდ გადავიდეთ იმაზე, ყველაზე ხშირად რა ტიპის შეცდომებს უშვებენ და რა უნდა ჩავიდინოთ იმისთვის, რომ ეს შეცდომა არ დაგვემართოს. არ ჩავიდინოთ, რომ შეცდომა არ დაგვემართოს. ანუ პირველი და ესეთი ძალიან ცნობილი შეცდომა არის ხოლმე სხვა გამოცდებზეც, არა მარტო ქართულის გამოცდას და ქართულის გამოცდაზე ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ხშირად, იმიტომ რომ უფრო მეტი გვაქვს ამ საკითხ ამოსაცნობი, ეს გახლავთ დავალების პირობის არასაკმარისი წაკითხვა ან არასრულფასოვნა დახქმა. რა გეტყვით ამაზე ბატონი გიგე? კი ბატონო, თუმცა სანამ პირობაზე გადავიდოდეთ, ალბათ უპრიანი იქნება ჯერ სტრატეგიებზე ვისაუბროთ და დროის მენეჯმენტზე. რამდენადაც პირველი შეცდომა გახლავთ არასტრატეგიული მიდგომა და დროის ლიმიტის ვერ გათვლა. სტრატეგიები, რა თქმა უნდა, უნივერსალური არ არის. მე შეიძლება სხვა სტრატეგიები მქონდეს, თუნდაც ერთ მოსწავლესთან შემუშავებული და მეორესთან სხვა, ეს დამოკიდებულია წერისა და აზროვნების კულტურაზე, სიჩქარეზე, ანალიტიკურ უნარებზე და ასე შემდეგ. ამიტომ ინდივიდუალურად შეგვიძლია შევიმუშაოთ სტრატეგიები. ამიტომ შევეცდები ცოტა პრაქტიკული რჩევები მივცე აბიტურიენტებს და ესე გაყენებული მსჯელობა არ გამოგვივიდეს. უპირველეს ყოვლისა 3 საათი გვაქვს და რაც საკმარისი დროა საიმისოთ, რომ გამოვიყენოთ შავი ფურცელიც, გადავწეროთ ყველაფერი და პირდაპირ თეთრ პასუხების ფურცელზე არ გადავიტანოთ ტექსტი. იცით რა არის, აბიტურიენტი ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ემზადება, შემდეგ დაიწყებს გამოცდას და ფიქრობს, რომ უი, ამისთვის ვემზადებოდი, ანუ ეს საკვირველია ამისთვის, რომ ამ ყველაფრისთვის დახარჯა ამდენი დრო, ენერგია და შემდეგ ჩქარობს. არ უნდა ვიჩქაროთ, არ უნდა ავჩქარდეთ, გამოვიყენოთ პასუხების შავი ფურცელი, გადავწეროთ თუნდაც რედაქტირებაც და თხზულებაც ერთხელ მაინც და შემდეგ ბოლოს გადავიტანოთ პასუხების ფურცელზე. ეს რა თქმა უნდა ზოგადი რჩევა. მე თითოეული დავალების შემთხვევაში სხვადასხვა რჩევას მივცემ აბიტურიენტებს. გარდა ამისა, ერთ-ერთი მთავარი პრინციპი, რომელიც უნდა დავიცოთ, რომელსაც მე ვეუბნები ხოლმე ჩემს მოსწავლეებს, ეს გახლავთ დავალებათა მონაცვლეობით შესრულება. რას გულისხმობს უფრო თვალსაჩინოდ რო გავიმართოთ. დავუშვათ დავიწყეთ რედაქტირებით, წავიკითხეთ რედაქტირება, მოვინიშნეთ შეცდომები. შეიძლება ზოგიერთ აბიტურიენტს ურჩიო, რომ აქვე გადაწეროს შავად. ან შეიძლება ზოგიერთ ურჩიო, რომ ჯერ წაიკითხოს დავუშვათ ხატრული ტექსტი, ეს ხატრულ ტექსტთან დაკავშირებით ცალკე ვისაუბრეთ, აქ როგორ უნდა მოვიქცეთ, მაგრამ ჯერ რედაქტირებაზე ვსაუბროთ. დავუშვათ წაიკითხოს 5 შეკითხვა ხატრული ტექსტის და შემდეგ დაიწყოს კითხვა, ამაზე შემდეგ ვისაუბროთ. როდესაც დაასრულებს სავარაუდო პასუხების მონიშნას ხატრული ტექსტის ანალიზისთან მიმართებაში, შემდეგ უბრუნდებით ისევ რედაქტირებას. განვიმუხდეთ, დავისვენეთ, შევისვენეთ, გადავერთეთ სხვა სამუშაოზე და უბრუნდებით რედაქტირებას. ახლა უფრო მეტი შესაძლებლობა იმისა, რომ აღმოვაჩინოთ შეცდომები, ის შეცდომები, რომლებიც შეიძლება ვერ დავინახეთ, ან შეიძლება გადავწერეთ სწორად. უბრალოდ ამოვიკითხეთ სწორად. ეს ზოგადი რჩევები, რა თქმა უნდა, დროის კონტროლი, ეს დავალებათა მონაცვლეობა, სტრატეგიებთან მიმართებაში, რედაქტირების თვალსაზრისით სხვა სტრატეგიები შეიძლება შევიმუშაოთ. პირველ რიგში დაგეთანხმებით, დიახ, რედაქტირებას ვიწყებთ დასვენებულ გონებაზე. ჩვენ ეს 16 ქულა აუცილებლად უნდა მოვიპოვოთ და ერთი ქულაც არ არის აქ დასაკარგად. ამიტომ წავიკითხავთ რედაქტირებას, აქ დროზე ფიქრი ჯერ ზედმეტია, მოვინიშნავთ შეცდომებს და გადავწერთ რედაქტირებას. აუცილებლად უნდა გადავწეროთ რედაქტირება. მხოლოდ შეცდომების მონიშნა, შემდეგ ბუნდოვანს ხდის ტექსტს, გვიშლის ხელს უფრო დეზორიენტირებულს ხდის აბიტურიენტს და ამიტომ გადაწერა იმის წინაპირობაა, რომ პასუხების ფურცელზე შემდეგ გამზადებული გექნება ტექსტი და იქიდან გადაიტან პასუხების ფურცელზე ძალიან ადვილად. გარდა ამისა, აქვე უნდა შევეხო შეცდომათა რაოდენობას. ჩვენ ვიცით, რომ
თუ არ ვწდები 2022 წლიდან შეცდომების რაოდენობა დაზუსტებული არ არის რედაქტირებაში და ეს გაკეთებულია ისევ და ისევ ბავშვების აბიტურიენტებისათვის, იმიტომ რომ იყო შემთხვევები, როდესაც მოსწავლემ იპოვა დაუშვა 13 შეცდომა და ეძებს მე-14-ს და იმ მე-14-ს ვერ პოულობს და ანაცვლებს, აი სწორს მართებულ ფორმას ანაცვლებს. ამიტომ მას აკლდება დამატებითი ქულა. შესაბამისად, აქაც ინდივიდუალური მიდგომას ვარჩევდი. გააჩნია, შეიძლება ერთ-ერთ მოსწავლეს ურჩიო, რომ მაქსიმალურად ეძებოს, შეცდომები დაითვალოს, ან სხვას ურჩიო, რომ თავისი მაქსიმუმი კომპეტენცია გამოავლინოს ენაში და გაანებოს თავი, რადგან აღნიშნული ქულა არ დაკარგოს. ესეც რა თქმა უნდა რეპეტიტორზე ალბათ დამოკიდებული. ეს რაც შეეხება რედაქტირებას. მასწავლებელზეც ესე იგი გააჩნია, როგორ მიჰყავს ენის სწავლების ციკლები იმ კლასებში მაინც ძალიან ბევრი რამ პირდაპირ უნდა ვთქვათ, რომ გრამატიკის სისტემური კურსების სწავლებას, რომელიც პრაქტიკული გრამატიკის სწავლებად უნდა იყოს გააზრებული სკოლებში, მოჰყვება ხოლმე დადებითი შედეგი. სამწუხაროდ, აი ასეთი პრაქტიკული გრამატიკების დაუფლების შესაძლებლობა თანამედროვე ქართულ სკოლაში ნაკლებია. იყო წლები, როდესაც საერთოდ ნიველირებული იყო ქართული ენის გრამატიკის სწავლების შესაძლებლობა, საკითხი. ახლა ნელ-ნელა ვუბრუნდებით. ამიტომ არის გარკვეული ცოდნა ჩემო ძვირფასო აბიტურიენტებო, რომლებიც თქვენ მოყვებათ დაწყებითი სკოლიდან. ეს არის ბრუნვათა თავისებურებები, ბრუნების მიხედვით თავისებური სახელები, ეს არის ავდაამთემის ნიშნიანი ზმნების მართწერი საკითხები, ეს არის ობიექტური მესამე და სუბიექტური მეორე პირის გამოყენების თავისებურება. ნახეთ, ჩამოითვალა უკვე რაღაც მოიხაზა ის წრე შეცდომებისა, რომლებიც გვხვდებათ ხოლმე დასარედაქტირებელ ტექსტში. განსაკუთრებით საინტერესო იქნება უკვე აი შემდეგ ეტაპზე მე-7-მე-9 კლასებში მიმდინარეობს ამაზე მუშაობა. ეს არის ლექსიკის განსაკუთრებული სავარჯიშოები, ლექსიკის დასახვეწად, ფრაზეოლოგიზმის დასახვეწად, საინტერესო სავარჯიშოები, რომლებიც თქვენ სკოლაში ასევე უამრავი გაქვთ შესრულებული და უკვე ბოლოს, როდესაც შემაჯამებელ სამუშაოებს ბოლო წელიწადს, აი მე-12 კლასის სამეცადინო ციკლებში შემოიტანთ, თქვენი ყურადღება გამახვილებული უნდა იყოს ჩემო ძვირფასებო თავისებურ სახელებზე, წარმოების მიხედვით თავისებურ სახელებზე. ერთი რამ გაითვალისწინეთ, წარმოების მიხედვით ბუნებრივი და ნორმალური ფორმები თავისთავად ცხადია შესწორებას არ საჭიროებს. შესაბამისად, ვთქვათ, ასეთი უამრავი ფორმა იქნება იმ დასარედაქტირებელ ტექსტში, ოღონდ თქვენ უნდა ეძებოთ ყველა მიმართულებით წარმოების მიხედვით თავისებური სახელები. თავისებური სახელები ბრუნების მიხედვით ეს არის კუმშვა-ტკვეცადი სახელები, სულ რამდენია 6 თუ 7 სახელი ასეთი უნდა ვიცოდეთ. უნდა ვიცოდეთ აზე დაბოლოებული ისეთი სახელები, რომლებიც კვეცას არ ემორჩილებიან და რატო არ ემორჩილებიან, აქ ნათესაობის გამსაზღვრელი ფაქტორია. გამონაკლისებზე. რომლებიც ყველა სახელმძღვანელოში მოცემული. გეთანხმებით. აი ამ გამონაკლისებს მოუყარეთ თავი ახლა, ვიდრე კიდევ გვაქვს 12-14 დღე, არ ვიცი რამდენი დღე გვაქვს გამოცდებამდე, მთლიანად მთელი ენობრივი მასალის თავმოყრა რთულია, მაგრამ გამონაკლისებისთვის თვალის მიდევნება, ამ გამონაკლისების დამახსოვრება, რა თქმა უნდა, არის შესაძლებელი. ძალიან მნიშვნელოვანია ყურადღება მიაქციოთ კალკების მოძებნას და აღმოჩენას. შესაძლებელია, რომ ამ სტილისტურ ხარვეზებში, კი ბატონო. და აი რადგან სტილისტურ ხარვეზებზე ვამახვილებთ ყურადღებას, ერთი რამ იცოდეთ. ასწორებთ სტილიდან იმას, რაც მართლა ხარვეზია. სტილის თავისებურებას არ ასწორებთ ძვირფასებო. ესე იგი ძალიან ხშირად ხდება ხოლმე, რომ ასწორებენ, თქვათ, ემფათიკური ხმოვნით ან ემფათიკური ხმოვნის გარეშე მოცემულ სიტყვებს. ეს არის ტექსტის შემქმნელის სტილის თავისებურება, თქვენ მას პატივი უნდა სცეთ. ესე იგი, თუ კი ასეთი ფორმა გამონაკლისებში არ არის ფიქსირებული, ენობრივ გამონაკლისებში, ხელი არ ახლოთ, არ გაასწოროთ არაფერი, თორე როგორც ბატონმა გიორგიმ ბრძანა,
თქვენ ხშირად ფიქრობთ, რომ ქულებისა და შეცდომების რაოდენობა ემთხვევა ერთმანეთს და თუ კი 14 შეცდომაზე ზევით, ანუ 16 შეცდომას ვერ პოულობთ, თქვენ იწყებთ სწორი ფორმების გასწორებას, ანუ შეცვლას და თავისთავად ცხადია, ეს გარკვეულ ხარვეზად იმას იზამს, აისახება თქვენს დამუშევარზე და აისახება თქვენს გულაზე. ესე იგი, რა არ უნდა დაგვავიწყდეს? ბრუნების თვალსაზრისით, თავისებური სახელები, გამონაკლისები 1, პირის ნიშნებთან დაკავშირებული გამონაკლისები, რაც აქტიურად შეიძლება გულისხმობდეს ერთპირიან ზმნებში ირიბობიექტური პირის ნიშნის გამოყენებას და ეს არის მიცემითში დასმული სუბიექტის აღნიშვნის წესი ქართულში. ვთქვათ, სცივა მას აუცილებლად გჭირდება ცანი, მაგრამ ქრის ის ქარი არ გჭირდებათ არანაირი ნიშანი. ხშირად ცნობილ რედაქტორებს ეშლებოდათ ეს და გალაქტიონის ტექსტების სხვა გამოცემაში ნახავთ, როგორ არის ჩაწერილი სხვადასხვა ქარი ჰქრის არა. ეს ხ თითქოს ქროლას აძლიერებს, მაგრამ არაფერ კავშირში არ არის გრამატიკულ ნორმასთან. შესაბამისად, ესე იგი, ეს უნდა დაიმახსოვროთ მიცემითი და სახელობითი სუბიექტისთვის, მიცემითში ჩასმული ერთპირიანი კი ბატონო, სახელობითში ჩასმულს თავს ვანებებთ, არა? ამის შემდეგ ორპირიანები, სადაც მოულოდნელია და მაინც გხვდებათ როგორც გამონაკლისი, სამპირიანებში შედარებით თამამად ხართ, იმიტომ რომ სამპირიანში ორივე პირია, ირიბე ობიექტიც და პირდაპირი ობიექტიც და თქვენ შეგიძლიათ თამამად მართოთ ეს სიტუაციები. ამ თემის ნიშნიანებს, ამ თემის ნიშნიანებს და სხვადასხვა თემის ნიშნებს კიდევ ობს და ამას ყველაფერს სჭირდება ისევ თვალის გადავლება კარგად და კარგად შეხედეთ, ჩემო კარგებო, რომელიც წევრ კავშირის სინტაქსურ ფუნქციას. ეს არის აუცილებელი, ხა ჩვენ დღეს აქვს ხედვართ და ისეთი აი თქვენი გამოცდისთვის შესამზადებელი საუბარია. ამიტომ მე და ბატონი გიორგი თავს ვაძლევთ უფლებას, რომ აი კონკრეტულ შეცდომებზე მიდითითოთ, მიზანი ეს არის, რომ თქვენ ამ ტიპის შეცდომებს აარიდოთ თავი, ასევე მიზნისა და მიზეზის გარემოების დამოკიდებული წინადადებების გარჩევა ერთმანეთისაგან. კონკრეტულად რათა და რადგან კავშირები. რა თქმა უნდა, ჩამონათვალის გაგრძელება შესაძლებელია, განსაკუთრებით მიაქციეთ ყურადღება ლექსიკური ერთეულების მართებულ გამოყენებას. არ იყოს შემოტანილი იმგვარი ლექსიკური ერთეული, რომელიც შინაარსობრივად სრულიად განსხვავებული შინაარსის და აზრობრივი დატვირთვის არის და თავისთავად ცხადია იმ კონტექსტში მოულოდნელია და არ უნდა არსებობდეს. მოკლედ, თქვენ არც ისე ბევრი რამ გაქვთ ახლა გასახსენებელი გამოცდის წინ, ძალიან გთხოვთ, ჩემი მოგრძალებული თხოვნა და რჩევა იქნება გადაავლოთ თვალი გამონაკლისებს, აი მოიყვანოთ მთელი თქვენი ცოდნა წესრიგში, ხო, შევაჯამოთ, კი ბატონო. შესაძლებლად უთხრათ აბიტურიენტებს, რომ ისინი უნდა დაუკვირდნენ ტექსტს ძალიან ფრთხილად, იმიტომ რომ რა თქმა უნდა ეს ტექსტი ენობრივი ნაღმებით არის წავსე, მაგრამ ეს არც ისე ბევრია. გამოცდამდე გაიმეორონ გამონაკლისები, შეეცადნენ რომ ტექსტი გადაწერონ შავ ფურცელზე და როგორც ბატონმა გიორგიმ გურჩია და გადავიტანოთ შემდეგ უკვე თეთრზე, რადგან ეს გამორჩენილ შეცდომებს აუცილებლად აღმოგაჩენინებთ და ახლიდან გადაწერილ უკვე თეთრ ფურცელზე ეს შეცდომები სავარაუდოდ აღარ გაიპარება და რაც თავარია, ნუ დაწერთ 15 სასვენ ნიშანს რედაქტორებს ტექსტში, იმიტომ რომ ამდენი არ იქნება შესასწორებელი, არც 10 სტილისტური ხარვეზი დაგხვდებათ, ამიტომ ნუ გადააჭარბებთ შესაბამისად დააკოდეთ და ვფიქრობ, რომ პუნქტუაციას 6 ქულა აქვს და შესაბამისად მეტი სასვენ ნიშანი იქ დასასვენი უფრო დაიქნება. ერთი საიდუმლოც ხო არ ვუთხრათ ჩვენებს დიდი ბოდიში, აი ერთი საიდუმლო ამ ძიმეებთან დაკავშირებით. საიდუმლოს გავჟღავნების წერტილიდან წერტილამდე დათვალეთ, რამდენი ზმნა გაქვთ. ერთით ნაკლები მძიმე გჭირდებათ, ჩემო საყვარლებო. ეს წესი არ შეგიყვანთ შეცდომაში არასოდეს, რა თქმა უნდა, ამ წესს ახლავს თავისი გამონაკლისი. დაკავშირი ერთი მძიმე მომაკლდა, ჩართულები მაქვს, დანართები მაქვს, მძიმეების რაოდენობა გამეზარდა. აი
ეს არის ის უმარტივესი წესი, აი ესეთი შინაური წესი სამოქმედო, რომელიც სასვენი ნიშნების ჭარბად გამოყენებას აგვარიდებს და გამოტოვებასაც აგვარებს. ამ ეტაპზე ვფიქრობ, რომ ჩვენი აბიტურიენტები მომზადებულები არიან, თუ შეიძლება გავაგრძელებ ხატრული ტექსტის გააზრებით. აი, ავიღეთ უკვე 16 ქულა დაუშვათ გვაქვს. გადავდივართ მეორე დავალებაზე, დიახ. ბატონ გიორგი 14 შეცდომა შეიძლება დახვდეთ და ეს ნიშნავს არ ვახსენე სპეციალურად მე შეცდომების რაოდენობა. 13 არ უნდა იყოს წესი. არ ვახსენე შეცდომების რაოდენობა, იმიტომ რომ შეიძლება იმიტომ რომ არც აღნიშნული არ არის ტექსტში რაოდენობა. ჯობს არ ეძებოს მე-14 შეცდომა. დიახ, 13 რომ იპოვოს, ჯობს მე-14 არ ეძებოს და გაანებოს და დიახ, ნამდვილად. მე 16 იპოვის. არ ვიცი. აუცილებლად. ხატრული ტექსტის გააზრება. ჩვენ უკვე დამშვიდებული გონებით, ერთი საქმე უკვე მოთავებული გქონდა, გაკეთებული რედაქტირება დავასრულეთ. შემდეგ დროს შევხედავთ დაახლოებით 25 წუთი ალბათ საკმარისია რედაქტირებისთვის და ვირჩევთ ხატრულ ტექსტს. როგორც მოგეხსენებათ, პროზაული და პოეტური ნაწარმოებია მოცემული, ნაცნობი პროგრამული და არაპროგრამული, რის მიხედვით უნდა ავირჩიოთ ეს ტექსტი. პირველ რიგში იყო დრო რომ არ ურჩევდი ხოლმე თხზულებას ჩაეხედათ, ჯერ ტექსტი გაეკეთებინათ, მაგრამ ამ ბოლო ხანებში ურჩევთ თხზულებას ჩახედონ მეორე ტექსტის თხზულებასაც, გადახედონ მათთვის რომელიც უფრო სასურველია და მისაღებია, ამ თხზულების მიხედვით აირჩიონ ამ ხატრული ტექსტის ანალიზის. თუმცა თვალისწინებელია რომ ჩვენ არჩევანს ვაკეთებთ თხზულებასა და ნაცნობან უცნობ ტექსტს შორის. 10 ქულიანია ხატრული ტექსტის გააზრება, 34 ქულიანია თხზულება. თუ ყველაზე კარგი ვარიანტი გახლავთ შემთხვევა, როდესაც ნაცნობ ტექსტში მოდის სასურველი თხზულება. ანუ თეზისი. დიახ, სასურველი თეზისი. დაუშვათ ავირჩიეთ ნაცნობი ტექსტი. მე ყოველთვის მაინც უფრო ნაცნობი ტექსტისკენ ვიხრებ, იმიტომ რომ ცოდნას თავისი გამოყენება სჭირდება და განსაკუთრებით ვეფხისტყაოსნის შემთხვევაში, ხო? დიახ. აქ აი შემიძლია ასეთი სტრატეგია შევიმუშაოთ. დროის დაზოგვის მიზნით. დაუშვათ იმ აბიტურიენტებში, რომელთაც რედაქტირებაში გაცილებით მეტი დრო წაერთვათ, ვიდრე გათვლილი ჰქონდათ, შეუძლიათ დრო დაზოგონ. წაიკითხონ 5 შეკითხვა ტექსტის გააზრებიდან და შემდეგ დაიწყონ ტექსტის კითხვა. თუ დაუშვათ დრო უზღვავად გაქვს, მაშინ წაიკითხე ჯერ ტექსტი და შემდეგ წაიკითხე 5 შეკითხვა და კვლავ დაუბრუნდი ტექსტს. ტექსტის კითხვის პროცესში შეიძლება ამ 5 შეკითხვას გავცეთ პასუხი და შემდეგი 5-იც წავიკითხოთ. უნდა გავამახვილოთ ეგ ალბათ ბელამაც ახსენა დასაწყისში, ჩვენ გვაქვს ტექსტური შეკითხვები. პასუხი თავად ტექსტშია მოცემული. არ უნდა ვიფიქროთ თუ რა ქვეცნობიერად ქვეტექსტურად რას იგულისხმებდა შეკითხვის ავტორი. და ყველაფერი არის ძალიან მარტივად. ტექსტურ შეკითხვებში ტექსტშივეა პასუხი მოცემული და ამიტომ თან ისიც გასათვალისწინებელია, რომ ტესტის შემდგენლები აბიტურიენტების მხარეს არიან, ლოიალურად არიან განწყობილები. მე ვიცი რომ სწორედ ისეთი ხალხი ასწორებს ამ ტესტებს, რომლებიც აი ლოიალურობით არიან გამორჩეული და ქმნის ამ ტესტებს კიდევ. დიახ, ამ ხალხს უშუალოდ ვიცნობ. კი ბატონო. გარდა ამისა, აი დავუშვათ სავარაუდო სწორი პასუხი აღმოვაჩინე პირველივე ვერსიაში. ვერსია არის ჩემთვის სავარაუდოდ სწორი პასუხი. შეიძლება დაიბნეს აბიტურიენტი შეეშვას დანარჩენი ვერსიები არ წაიკითხოს, აჩქარდეს და გადავიდეს შემდეგ შეკითხვაზე. დიახ, უმეტეს შემთხვევაში უნდა ჩავიკითხოთ, მაგრამ არის შებრუნებული ვარიანტიც. აი დაუშვათ შეიძლება იყოს ვერსია იყოს მართებული ფორმა და ვერსია ისე ჩაიკითხოს, რომ შემდეგ ვერსიებზე ჰქონდეს ორიენტაცია აღებული და არ გაამახვილოს ყურადღება. მე მაქვს ერთი ასეთი მაგალითი 2024 წლის ეროვნული გამოცდების ტესტებში ვეფხისტყაოსნის ეპიზოდში როსტევანი შესახებ არის დასმული შეკითხვა. რატომ გადაწყვიტა როსტევანმა უცხო მოყმის ნახვა? რატომ მოესურვა მას უცხო მოყმის ნახვა და ასეთი ვერსიებია. უცნობი ჭაბუკის უჩვეულო მშვენება ახლოდა რომ ენახა. ერთი შეხედვით მოსაწონი ვერსია. მეორე
მოყმის ვინაობა და მისი წუხილის მიზეზი რომ გაეკო. ახლა ციტატას მოვიხმობ და რასაც ვამბობთ, უფრო მეტად გასაგები და თვალსაჩინო რომ იყოს, გამჭვირვალე რომ იყოს ჩვენი მსჯელობა. უცხოსა და საკვირველსა ყმასა რას მე გარდ ვეკიდე, რა უნძიმ და არ ვიცოდი ანტიროდა ვისთვის კიდე. აი ანტიროდა ვისთვის კიდე. აქ როსტევანის თვისებაზეა საუბარი და წარმოჩენილია შესაბამისად ავერსია არის მართებული. თუ ამანაც არ გაამართლა, დაუშვათ არ გაამართლა, გადავდივართ ჩვენ გამორიცხვის მეთოდზე. სხვათა შორის გამორიცხვის მეთოდი ხშირად არის გამოსადეგი მხატვრულ ხერხებზე, ტროპული მეტყველების ნაირსახეობებზე. გამორიცხვის მეთოდი მართლა გამოსადეგია ძალიან ბევრ აბიტურიენტთან. დაუშვათ გამორიცხვის მეთოდაც არ გაამართლა. შემდეგ რა ვშურებით? იცით, შეიძლება ცოტა დამაბნეველი იყოს ახლა მე რასაც ურჩევ აბიტურიენტებს, მაგრამ და ყველას არ ურჩევ. ჩვენ გვაქვს ორი ტექსტი. ორივე ტექსტს აქვს 10-ვე შეკითხვა. პასუხების ფურცელში მოცემულია 10 პასუხი. შესაბამისად, გადამოწმების თვალსაზრისით ყველას არ ურჩევ რა თქმა უნდა. შეგვიძლია ამა თუ იმ შეკითხვაზე მეორე ტექსტიც გადავამოწმოთ დრო თუ გვაქვს და აღნიშნული შეკითხვის პასუხიც მოვინიშნოთ. შევადაროთ. იმიტომ რომ ემთხვევა პასუხები ერთმანეთს. დავწუნდით, დიახ. და ბოლოს არ დააბნიოს ჩემო ბატონო გიორგი ჩვენი აბიტურიენტები. არ მგონია. ეს ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და პოპულარული ხრიკია საკითხის გააზრებაში, იმიტომ რომ აბიტურიენტებისგან ხშირად მესმის ხოლმე, რომ ამ მეთოდს იყენებენ ისინი, როდესაც კონკრეტული კითხვა დააბნევთ. ასე რომ ამ მგონია ამ მეთოდის შესახებ იციან და აღარ სავარაუდოდ იციან, დიახ. იცით რა არის? შეიძლება ერთმა შეკითხვამ და მცირე წარუმატებლობამ განწყობა ისე გააფუჭოს, რომ შემდეგი მსვლელობა ვაივიშისკენ წარმართოს. დიახ, შეფერხდეს. ამიტომ თუ გაგვიჭირდა შეკითხვა, გავანებოთ თავი, მოვინიშნოთ უბრალოდ და თხზულების შემდეგ, მას შემდეგ რაც ტექსტს უკეთ გავიაზრებთ, აი თხზულების შემდეგ დაუბრუნდეთ. აი ეს შესანიშნავი რჩება. ანუ აფორიაქებას რაღაცის იმისთვის შემოხაზვას, რომ ეს ამ ტიპის დავალება მოთავებული მქონდეს, რა თქმა უნდა ჯობია ტექსტთან უფრო ახლოს მიხვიდე, გაიაზრო მთლიანად სხვადასხვა კონტექსტში ეს ტექსტი და მერე სცადო იმ შეკითხვაზე პასუხისგაცემა, რომელმაც დაგააჭვა. მშვენიერი რჩება ბატონ გიორგი, რა თქმა უნდა. საკითხის გააზრების საბოლოო მთავარ ასე ვთქვათ გზავნილად უთხრათ ჩვენს აბიტურიენტებს, რომ უპირველეს ყოვლისა, რაც სულ უნდა ახსოვდეთ ამ დავალების შესრულებისას, ის გახლავთ, რომ ყველა კითხვის პასუხი თავად ტექსტშია. ამიტომ თქვენი ვარაუდები ზოგადი წარმოდგენა ამ ტექსტთან დაკავშირებული ქვეტექსტი ეს არ აინტერესებს კითხვის შემდგენელს, შესაბამისად ძალიან გთხოვთ დაბრუნდით ტექსტში კონკრეტულ ადგილას, იმ კონკრეტულ ადგილას წერია კონკრეტული პასუხი და იმ 4-დან აუცილებლად არის ის პასუხი ტექსტში. ამიტომ უპირველეს და მთავარი რჩება მგონია, რომ ტექსტთან ვიბრუნება თავარი რეცეპტი. ლექსიკურ ერთეულებსაც ეს ეხება. გადარჩეთ შეცდომა. სწორია და იგივე ეხება ვთქვათ ლექსიკურ ერთეულებსაც, იმიტომ რომ ყოველ ჯერზე რომ გადავავლოთ თვალი რამდენწლიანი პრაქტიკა არსებობს, არასოდეს შემოუტანიათ იმგვარი ლექსიკური ერთეული განმარტებისთვის, რომლის ახსნაც კონტექსტის მიხედვით არ არის შესაძლებელი. ყოფილა იმ წელს ზუსტად მახსოვს, რომ თითოეული ასეთი ტერმინის განმარტება მოსდებდა თეზის იმისთვის, რომ არ დაბნეულიყო მოსწავლე. ასე რომ ეს საფრთხე თქვენ არ გემუქრებათ და ამასთანავე კიდევ დავძენ იმას, რომ ერთადერთი ის გამეორებასაც გირჩევთ მხატვრული ტექსტის ანალიზისთვის, ის არის ტროპის სახეები, მხატვრული საშუალებების, იმიტომ რომ აი აქ ყველაზე სტატისტიკურად ყველაზე მეტი შეცდომა სწორედ აქ მოსდით ხოლმე და რეალურად სულაც არ არის ეს რთული საკითხი. ერთხელ კიდევ გადაავლეთ თვალი მხატვრულ ხერხს. აქაც შეიძლება ვუკარნახოთ რაღაც ჩვენს აბიტურიენტებს, კონკრეტულად რა შეგვიძლია ვუკარნახოთ ტროპის რომელ სახეებზე გაამახვილონ ყურადღება. აუცილებლად ყველაზე უფრო პოპულარულ სახეებზე ეს არის შედარება, ეს არის ეპითეტი, ეს არის მეტაფორა, კარგად გაისიგრძე განონ შედარებისა და მეტაფორის განსხვავება. დიახ, ეს არის თქვათ ჰიპერბოლა, ეს არის ალუზიური კავშირები, კიდევ შეიძლება ჩამოთვალო 1-2 რამ. ალბათ, მაგრამ აი ძირითადად მაინც 5-6 ტროპული ხერხია შემოტანილი, ну, რა თქმა უნდა, შეიძლება იყოს პოეტური სინტაქსი შემოტანილი და იყოს საუბარი რიტორიკულ შეძახებაზე, რიტორიკულ შეკითხვაზე. ანუ ყველაზე პოპულარული ფორმები შემოაქვთ ხოლმე ძვირფასო აბიტურიენტებო, თუ ცალკე
რაღაც კურსი ტროპული მეტყველების არა გაქვთ ნასწავლი, ამანაც არ დაგაბნიოთ, გაიხსენეთ შედარების დროს ვით, როგორც კავშირები და ზუსტად მიხვალთ პასუხამდე, არ არის ეს პრობლემა. ამის პრაქტიკა დარწმუნებული ვარ, რომ მეც ასე მგონია, რომ ექნება. ბოლოს, როცა მთელი წელი ამაზე მუშაობ, არ შეიძლება, რომ ამასთან შეხება არ იქნება. არ გქონდეთ, კი ბატონო, ანუ ამის გადაჭრაც შეიძლება. ეხლა ბატონ გიორგის და თქვენ როგორც სპეციალისტებს მინდა ერთი საკითხი შემოგთავაზოთ ფიქრისთვის. გახსოვთ ერთი პირობა იყო მისაღებ გამოცდებზე ტექსტის გააზრებისათვის შემოტანილი იმგვარი კითხვები, რომლებიც ეხმარებოდა თხზულების გააზრებაში აბიტურიენტს და ეს იყო ჩემი ფიქრით ძალიან სწორი გადაწყვეტილება, იმიტომ რომ გამოცდაზე მახეს არავინ არავის უგებს, გააზრების ხარისხის მიხედვით მაინც შესაძლებელია საკონკურსო შერჩევის ჩატარება, ვინ უკეთ გაართვა ამ დავალებას თავი და ვინ უარესად, მაგრამ რა თქმა უნდა აბიტურიენტისათვის ძალიან დამზოგავი იქნება, თუკი შეკითხვები, რომელსაც შევთავაზებთ მხატვრული ტექსტის გასააზრებლად გამოადგება თხზულების წერის დროს. აი ბოლო რამდენიმე წელია ასეთი შესაძლებლობა არ აქვთ ჩვენს აბიტურიენტებს. ანუ კითხვათა პაკეტი არის ცალკე სამუშაო, რომელიც გარკვეულ უნარებს მოითხოვს, რაზეც არაჩვეულებრივად ისაუბრა ბატონმა გიორგიმ და მე აღარ გავავრცობ ამ საკითხს, ხოლო თხზულება, ანუ ეს ძირითადი თეზისი არის აბსოლუტურად დამოუკიდებლად არსებული რეალობა, რომელსაც ცალკე სჭირდება გააზრება და დიდი ძალისხმევა იმისთვის, რომ სწორად მიხვიდე გადაწყვეტილებამდე და მაინც შესაძლებელია 1-2 ახლოს დასმული შეკითხვა მაინც არსებობდეს იმათი კითხვიდან 1-2 შეკითხვა მაინც, რომელიც მეტნაკლებად გამოგადგებათ ჩემო ძვირფასებო ესეს ძირითადი საკითხის, ანუ თეზისის გასააზრებლად. აი ამ თვალსაზრისითაც კარგად შეხედეთ კითხვების პაკეტს, ამიტომ ნუ დაიწყებთ ჯერ მაინც ესეს შესრულებას წერას, ჯერ მაინც გაეცით პასუხი საკითხulis გააზრებას და როცა ამ დავალებას მოილებთ, მერე დაიწყეთ უკვე თხზულებაზე მუშაობა. მივატეკით ყველაზე სუყე დავალებას, ყველაზე მნიშვნელოვანს, იმიტომ რომ 60 ქულიდან 34 ქულა მოგახსენება თხზულებას ეკუთვნის, აქედან გამომდინარე ეს დავალება ყველაზე უფრო მეტად აფორიაქებთ ხოლმე ჩვენს აბიტურიენტებს და მისი შესრულება არაერთ უნარს მოიცავს ერთდროულად, აქედან გამომდინარე მეტ მობილიზებასაც მოითხოვს. დავუბრუნდები ჩემს წეღან დასმულ კითხვას, პირობის სწორად ამოკითხვა ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემა აბიტურიენტებში. აბა რას ვიტყვით ამაზე ბატონო გიგით? დიდხანს გავეკეცით პირობას, თუმცა თავი მაინც ვერ ავარიდეთ. დიახ, უპირველეს ყოვლისა, აქვე უნდა აღნიშნოთ, რომ უცხო ტექსტის არჩევა, უცხო ტექსტთან დაკავშირებული თეზისის არჩევა ჩვენ უპირატესობას არ მოგვანიჭებს. თავარია რას ვწერთ, ხომ ასე დამეთანხმებით. პირობა როგორ უნდა გავიაზროთ? რა არის პირობა? პირობა არის ფაქტობრივად დავალება, რომელიც მოიცავს რამდენიმე პოსტულატს ვეძახი, პატარა მცირე ცნებებს, რამდენიმე ცნებას უბრალოდ, რომელზეც უნდა გავამახვილოთ ყურადღება და გავამახვილოთ არა გეგმის შედგენის მომენტში მხოლოდ, არამედ თითოეული აბზაცის ბოლოს, თითოეული არგუმენტის ბოლოს. აი მაგალითისთვის მინდა ისე იმავე ტესტიდან დავუშვათ გონიერი ადამიანი კრიტიკულ სიტუაციაში გამოსავალს ყოველთვის პოულობს. მოკლედ რომ მათემატიკურად რო ჩავწეროთ, გონიერი კრიტიკული სიტუაცია გამოსავალი. ამ სამ პოსტულატს შორის კავშირი ჩვენ გვაძლევს პირობის სწორად გააზრებას და რომ ნებისმიერი არგუმენტის შემდეგ, ან ნებისმიერი აბზაცის შემდეგ მე უნდა შევჩერდე, დავფიქრდე, ხომ სწორად ვუპასუხე პირობას და ხომ არა ვცდი საკითხს. ეს იქნება პირობასთან მიმართებაში სწორი დამოკიდებულება.
ყველაზე მნიშვნელოვანი ამბავია ეს, იმიტომ რომ შეცდომების უდიდესი ნაწილი არის სწორედ დაშვებული, იმიტომ რომ პირობას არის აცდენილი მსჯელობა. ზოგადად რომ წარმოიდგინო, თითქოს ცუდი რამ არ დაწერა აბიტურიენტმა, მაგრამ ვერ ღებულობს სათანადო ქულას, ან საერთოდაც შეიძლება გაუნულდეს იმ შემთხვევაში, თუ პირობას ასცდა. მშვენიერი რჩევაა. პირობა უნდა, რაც ბატონმა გიორგი მისცა, პირობა უნდა წაიკითხო რამდენიმეჯერ, არ უნდა დაგეზაროს პირობის გასააზრებლად დროის დახარჯვა, ეს არ არის დროის ცუდად ხარჯვა, დროის კარგვა, ეს არის ყველაზე სწორად დახარჯული დრო და უნდა შეძლო ყველა იმ საფეხურის გამოკვეთა, რომელიც პირობაში არის. შესაძლებელია პირობა იყოს ორსაფეხურიანი. შესაძლებელია იყოს რაბზანად არა, ზოგადად პირობა ისედაც ორნაწილიანია, იმიტომ რომ გთხოვს ერთი ნაწილი საკუთრივ ნაწარმოების გააზრებას და მეორე თანამედროვეობის კონტექსტში, ვთქვათ, ამ ყველაფრის გადატანას. ამ ორ ნაწილს არ გულისხმობ. არა, თავად პირობის პირობაში. თავად კი, პირობის პირობაც შესაძლებელია იყოს რამდენიმე ნაწილიანი. აი სწორედ ამის წაკითხვაა ძალიან დაკვირვებით საჭირო და გამოყოფა ყველა იმ ძირითადი სენტენციის, რომელზეც ამახვილებს ყურადღებას თეზისი. თუ ესენი სწორად გამოყო აბიტურიენტმა, ეს ნიშნავს, რომ სწორ გზას ვერ ასწდება, სწორ კალაპოტს ვერ ასწდება. და არ ვიცი, მე მივცემდი ასეთ რჩევას, არ ვიცი დამეთანხმებით თუ არა თქვენ. თქვენი თხზულების, თქვენი ესეს პირველი აბზაცი აუცილებლად დაუთმეთ პირობის გააზრებას, პირობის ჩაშლას, ანუ პირობის თქვენი სიტყვებით გადმოცემას, მოდი ასე ვთქვათ, ხო? დიახ, პირობის თქვენეული ვერსია შექმენით პირველ აბზაცში. ეს ნიშნავს, რომ დაალაგდა ყველაფერი. მე თქვენ უკვე მიხვდებით, რა და როგორ გააგრძელოთ, რაზეც გვექნება აუცილებლად ეხლა ეტაპობრივად საუბარი და რა თქმა უნდა, თანხმდებით, რომ პირობის გაგება არის უმნიშვნელოვანესი ამბავი. ანუ ყველაზე დიდი საფრთხე არის, თუ ვერ გავიგეთ პირობა და ავწვდით სათქმულს, ბუნებრივია, რომ ჩვენი სათქმელი როგორი გრანდიოზული და ბრძნულიც არ უნდა იყოს და ასწდება პირობას, ის უბრალოდ ქულას ვერ დაიმსახურებს. აი სწორედ ამისთვის თავისასარიდებლად წარმოიდგინეთ პირობა როგორც ერთგვარი კითხვა, რომელსაც თქვენ უნდა დამაჯერებლად უპასუხოთ. და კიდევ ერთი ვიტყოდი, რომ ყველა არგუმენტის, ან თუნდაც მტკიცებულების, რომელიც ტექსტიდან მოჰყავთ ციტატის სახით, ყველა არგუმენტის დაწერამდე წაიკითხეთ პირობა. ამას სულ რამდენიმე წამი სჭირდება და ეს რამდენიმე წამი თქვენ ამ შეცდომისგან ნამდვილად დაგასხოთ. შემდეგ უკვე ალბათ უნდა ვისაუბროთ, როგორ ააგოს უშუალოდ აი ეს ციტატები, როგორ გამოიყენოს, არის თუ არა საკმარისი. ბავშვებს გონიათ, რომ მე ბევრი ციტატა მოვიყვანი და შესაბამისად კარგად დავწერე. ან დიდი ციტატები მაქვს და დამაჯერებელი იყო ეს არგუმენტაცია, არის თუ არა ეს არგუმენტირებული? კი ბატონო, დიახ. ციტატა არის ფაქტობრივად ჩემი შესაძლებლობა მსჯელობის წარმართვისა. რაზე უნდა წარმართო მსჯელობა? ციტატა არის ჩემი ტექსტური მაგალითი, საშუალება, რომელიც მე მომცემს შეფასებებზე, ანუ გავიდე. გეგმა დგება ციტატების მიხედვით. მე ვეძებ ნაწარმოებში ციტატებს, შემდეგ ამ ციტატებს ვაქცევ არგუმენტებად, შეფასებებად და ქმნი გეგმას. ამიტომ მხოლოდ ციტატის მოხმობა, რა თქმა უნდა, თავისთავად არაფერს არ ნიშნავს, რაღაცა შეიძლება ნიშნავდეს, მაგრამ არ არის საკმარისი. თუ მას არგუმენტად არ ვაქცევ და შეფასებას არ მივაბავ. რატომ არის ასე? უნდა ვიმსჯელო, ხო? მსჯელობა უნდა წარმართო, გავაანალიზო, დავუშვათ დავსვა პრობლემა, შემდეგ ამ პრობლემას რა საშუალებებით განიხილავს ავტორი და ეს საშუალებები ამ საშუალებებს რა დასკვნამდე მივყავართ. ანუ ნაწარმოების იდეამდე მივიდეთ და საშუალებები, ერთ-ერთი საშუალება არის სწორედ ციტატა, რომელსაც მე გამოვიყენებ. ეს შეიძლება იყოს პერსონაჟის მეტყველება, იმიტომ რომ პერსონაჟს თავისი როლი აქვს, იარაღია ავტორის ხელში. ეს შეიძლება იყოს თვითონ მთხრობელი, შესაბამისად ციტატას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ჩვენ საუბარი გვაქვს ტექსტის ანალიზზე. დიახ. ბატონო გიორგი, ასეთი რამეც ხომ არ გურჩიოთ ჩვენს აბიტურიენტებს. ესე იგი, თქვენი თხზულება
აბზაცთან ნაერთი უნდა იყოს. ესე იგი, აბზაცი არის ის ყველაზე მოკლე ნაფიქრი თქვენი, რომელშიც შემოგაქვთ ყველაზე მნიშვნელოვანი სათქმელი. ნახეთ როგორ არის საქმე? რამდენი მნიშვნელოვანი სათქმელიც გაქვთ, იმდენი აბზაცი უნდა გქონდეთ. ზოგადად ეს ნაწერი სტრუქტურირების კულტურაზეც ახდენს გავლენას, კი ბატონო, და ქულითაც ფასდება, მაგრამ ერთი რამ დაიმახსოვრეთ, ჩემო ძვირფასებო, აუცილებლად ყოველი აბზაცი უნდა განსხვავდებოდეს მომდევნო აბზაცისაგან და ორიგინალური ახალი სათქმელი მოქონდეს. თქვა, თუ ერთ შემთხვევაში, ერთ აბზაცში თქვენ პერსონაჟის მიერ გააზრებულ ამ კონკრეტულ საკითხზე ფიქრობთ, მეორე აბზაცში შესაძლებელია იყოს მწერლის ხედვა, მესამე აბზაცში შეიძლება შემოვიდეს, თქვა, პირადი შენი პოზიცია, უკვე სამი აბზაცი საკმარისია იმისთვის, რომ შენი ნააზრევი ჩაითვალოს სრულად. ერთ რამეს მიაქციეთ ყურადღება, აბზაცის წერას რომ იწყებთ შექმნას, აი აქ აუცილებლად აბზაცის მთავარი წინადადება, ანუ გამოკვეთეთ რა გინდათ თქვათ ამ აბზაცით. შესაბამისად შექმენით პირველი წინადადება, აბზაცის მთავარი წინადადება. აბზაცის მთავარი წინადადების შექმნის შემდეგ დაახლოებით 7 წინადადება მაინც უნდა მოჰყვეს ამას, რომელშიც იქნება მოცემული მსჯელობა, ანუ თითოეული ეს ახსნა, დიახ, თითოეული ეს შემდგომი 5-ზე ნაკლები არ უნდა იყოს, ალბათ ასე ვფიქრობ მე, 6-7 წინადადება უნდა იყოს პასუხი შეკითხვაზე რატომ? იმიტომ რომ თუ თქვენ საბუთებთ თქვენს მოსაზრებას, ჩათვალეთ რომ წყალში ჩაიყარა ყველაფერი. ხშირად აბიტურიენტები აკეთებენ უბრალოდ ჩამონათვალს, ფაქტების ჩამონათვალს. ხშირად საერთოდ ამასაც არ აკეთებენ და მხოლოდ შინაარს გვიამბობენ, თავისთავად ცხადია ეს ყველაფერი შეფასების გარეშე რჩება. დაიმახსოვრეთ ჩემო ძვირფასებო, აბზაცის პირველი წინადადება უნდა იყოს აბზაცის მთავარი სათქმელი. ამას უნდა მოჰყვებოდეს აბზაცის ამხსნელი წინადადებები, დაახლოებით 5-6-7 წინადადება. თითოეული ეს წინადადება ვერ იქნება მარტივი წინადადებით გადმოცემული. აუცილებლად მიზეზ-შედეგობრივ კავშირებზე უნდა ილაპარაკოთ, ამიტომ მოგიწევთ რთული ქვეწყობილი წინადადებების გამოყენება და მოგიწევთ იმ სასვენი ნიშნების გამოყენება, რომელიც ამ კონსტრუქციებისთვის არის დამახასიათებელი. შემდეგ ძვირფასებო, შემოიტანეთ ერთი ციტატი, საკმარისი იქნება ერთი ციტატი თქვენი მსჯელობის დასადასტურებლად, აი რაც ბატონმა გიორგიმ გითხრათ, თქვენი არგუმენტის გასამართად. ამას წყალი არ გაუვა, იმიტომ რომ აგერ ბატონო ამ ტექსტში ასე წერია. ტექსტთან მიმართებაში დასადასტურებლად, დიახ. და სულ ბოლოს, აი ნახეთ, გამოვიყენებ ახლა რაჭულ მოქცეულს. პატარა დასკვნუკა. ერთ წინადადებიანი პირობასთან შესაბამისობას დაადგენთ. სრულიად საკმარისია. გადავედით მეორე აბზაცზე, იმავენაირი სტრუქტურით, მესამეზეც, მეოთხეზეც თუ შეძლებთ ჩემო ძვირფასებო, გექნებათ არაჩვეულებრივი ნააზრევი, გამართული ნააზრევი და მადლობას გეტყვიან შემფასებლებიც, მასწავლებლებიც, მშობლებიც, იმიტომ რომ მიიღებთ 34-დან 34 ქულას. აი, ასეთ წერას ვუსურვებთ ჩვენებს. დაუძინ ქალბატონო, ყველა რა თქმა უნდა დაგეთანხმებით. ჩვენ არ დაგვაუწყდეს რომ ერთ-ერთი კრიტერიუმი არის ზოგადი განათლება. პარალელები. უპრიანი იქნება თუ ერთ ან სულ მინიმუმ ერთ არასაპროგრამო ნაწარმოებს მოვიწყოთ პარალელად და იდეას ავტორის მიერ შემოთავაზებული იდეას, რომელიც ჩვენ თეზისად გვაქვს მოცემული, დაუკავშირებთ. კი ბატონო, ეს არაჩვეულებრივი რჩება, რა თქმა უნდა, ბატონ გიორგი, ეგ არ უნდა გამოგრჩეთ ძვირფასებო, წინააღმდეგ შემთხვევაში ნაწერი ქულების თვალსაზრისით ვეღარ იქნება. მაგრამ ამავდროულად ძალიან მნიშვნელოვანია თანამედროვეობასთან მოძებნოთ სწორი აქტუალობა, სწორი კონტექსტები. ძალიან ხშირად ეს კონტექსტები შემოაქვთ როგორც სოციალური კონტექსტები. ვერ გაიგებ მიტინგია თუ ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდა. ესე იგი, ასეთი რამ არ გააკეთოთ ჩემო ძვირფასებო, თანამედროვე ლიტერატურული პროცესები გაიხსენეთ. ესეც თქვენს განათლებულობაზე გაამახვილებს ყურადღებას, გაიხსენეთ არა მხოლოდ ტექსტები, ლიტერატურული ტექსტები, გაიხსენეთ არაჩვეულებრივი ფილმები, გაიხსენეთ მშვენიერი სპექტაკლები, ანუ ისეთი მასალა, ტექსტური, რომელიც
ფილმში მოისმინე როგორც ტექსტი, მაგრამ არ დაგავიწყდება მთელი ცხოვრების მანძილზე. ხანდახან მიფიქრია, რომ ნეტა მე შემეძლოს ისე წერა, როგორც ჰოლივუდის სცენარისტები წერენ, არა ჩვეულებრივი იქნება ეგ ამბავი. რატომაც არა, ხო? დიახ, აი ეს იცოდეთ, რომ მიტინგი არ გამართოთ თქვენი ნაშრომის ბოლო აბზაცებში. არავის არ სჭირდება ეს, ანუ სოციალური აქტიურობა თუ პოლიტიკური თემები, სხვაგან განსახილველი საკითხებია, თქვენ დარჩით ლიტერატურის სამყაროში, ხელოვნების სამყაროში და თანამედროვე კონტექსტზეც სწორედ ხელოვნების სამყაროს კონტექსტით ვისაუბროთ. საუბრობ, ორ სიტყვას მე მოგახსენეთ. რა თქმა უნდა, სწავლების მიზანი არის, რომ ათვისებული ცოდნა გადავიტანოთ ცხოვრებაში. თეორია ვაქციოთ პრაქტიკად. ტრანსფერს ეძახიან ხოლმე, ხო? რეალობაში ტრანსფერი. აქტუალურად სწორედ ეს არის. რაც ვისწავლე, რაცაც დაუშვათ ავტორი მეუბნება, რაც ავითვისე, ეს რამდენად მნიშვნელოვანია. დღეს არ არის იმჟელეთ როგორ არის განხილული ეს საკითხი ტექსტში და რამდენად აქტუალურია. მაგრამ მე ვფიქრობ, აქ დღესაც უნდა იყოს, ანუ თანამედროვეობაზე უნდა იმშელა და პოზიცია აუცილებლად უნდა გავამყაროთ მაგალითით. რამდენადაც აქ უკვე ფასდება არგუმენტირებული მსჯელობა და არგუმენტირებული მსჯელობის უნარები. მე ხშირად მithქვამს, რომ აქტუალობის წერა დამოკიდებულია რამდენად ერუდირებულია მოსწავლე. კითხულობს ზოგადი განათლება. შეიძლება ითქვას, რომ ყველაფერი ისწავლება, აქტუალობის წერაც ისწავლება, მაგრამ ბოლომდე მაინც ვერ ასწავლი, თუ არ არის ნაკითი. თუ არ მოხდება არაგია, რომელიც წლების განმავლობაში გროვდება. არგუმენტირებული მსჯელობის წარმართვა. და მაინც დასვამენ ბატონ გიორგი შეკითხვას. რამდენი აბზაცი უნდა გქონდეს? მოდით გადავუთვალოთ, რამდენი აბზაცი უნდა გქონდეთ. პირველი აბზაცი ალბათ თეზისის გააზრება, მეორე აბზაცი შეუძლიათ ეპოქა და მხატვრული ტექსტის ზოგადი მიმოხილვა. ოღონდ არ გაიქცეთ ძალიან ყველა თემაზე, რაც ამ კონკრეტულ ნაწარმოებს აქვს. შემდეგ უკვე წავიდა საკუთრივ ტექსტის განხილვა იმ სამი შერჩეული ციტატის საფუძველზე, რომელიც ბატონმა გიორგიმ გირჩიათ ჯერ ციტატებს ამოვარჩევდა. ამის მიხედვით შევადგენ ჩემს სამუშაო გეგმასო. შემდეგ ერთი აბზაცი დაეთმობა ლიტერატურულ პარალელებს და ბოლო აბზაცი დაეთმობა აქტუალობას. დასკვნის ნაწილს რაც შეეხება, დასკვნა შეგვიძლია ცალკე აბზაცად გამოვყოთ და შეგვიძლია დღევანდელობას, ანუ დღევანდელ აქტუალურობას მივაბად. ერთადერთს გირჩევთ დასკვნისთვის, ეს არის, რომ დასკვნაში არგუმენტები აღარ გჭირდება. დასკვნა არის მხოლოდ მოკლე შეჯამება თქვენი პოზიციის და მსჯელობის. დასკვნა აუცილებლად უკავშირდება შესავალს, ხო? აუცილებლად. სვამ საკითხს და ვცემთ პასუხს. აზიანა თუ. საბოლოოდ შემოგთავაზებთ თავმოყრას იმ უნივერსალური რჩევებისა, რომლებიც დაგეხმარება თავი არიდოთ შეცდომებს. ანუ რაში არ უნდა დაკარგოთ კატეგორიულად ქულა. რედაქტირების ნაწილში თქვენ ქულა არ უნდა დაკარგოთ იმაში, რომ არ გაასწოროთ, რაც არ არის გასასწორებელი. გულისხმობ იმას, რომ არ დაასვათ იმაზე მეტი სასვენი ნიშანი, ვიდრე უნდა იყოს და არ გაასწოროთ იმაზე მეტი შეცდომა, ვიდრე არსებობს რეალურად. ეს არ არის რთული, ამის შესახებ ჩვენ ვილაპარაკეთ მანამდე. წაკითხulis გააზრების ნაწილში თქვენ კატეგორიულად არ უნდა დაკარგოთ ქულა, იმიტომ რომ თქვენ უნდა დაბრუნდეთ ტექსტში და იქ უნდა მოძებნოთ პასუხი და თქვენი ვარაუდი არ უნდა გამოთქვათ და არ უნდა შემოხაზოთ სავარაუდო პასუხებს შორის. თხზულებაში სად არ უნდა დაკარგოთ კატეგორიულად ქულა და ვერ დაკარგავთ ქულას, თუ კი პირობას წაიკითხავთ რამდენჯერმე და პირობის ორივე ნაწილს სრულყოფილად, მაქსიმალურად სრულყოფილად გაართმევთ თავს. არ დაგავიწოდებათ, რომ თქვენი მსჯელობა უნდა იყოს დასაბუთებული, რაშიც დაგეხმარებათ თავად ტექსტი, როგორც არგუმენტი და დღევანდელობაში აუცილებლად დაგჭირდებათ კონკრეტული მაგალითები, რომლებიც გაამყარებს თქვენს პოზიციას და აჩვენებს, რომ ეს საკითხი ნამდვილად აქტუალურია დღევანდელობაშიც. ეს არის ალბათ ყველაზე მთავარი ის შეჯამება იმისა, თუ როგორ არ უნდა დაკარგოთ ქულები და ვფიქრობ, რომ ეს ქულები ნამდვილად არ არის დასაკარგი და თქვენ ამას აუცილებლად შეძლებთ. ჩვენ მადლობა გადაუხადოთ მოსულ სტუმრებს, რომლებიც ვფიქრობ, რომ რომლებმაც საინტერესო დიალოგი გამართეს თქვენთვის. მადლობა ბატონო გიორგი, ქალბატონო ბელა, სასიამოვნო იყო თქვენი სტუმრობა და იმედია ძალიან ნაყოფიერი იქნება. ბატონ გიორგისთან და თქვენთან ერთად ვუსურვებთ წარმატებულ საგამოცდო დღეებს, ჩვენს აბიტურიენტებს ვუსურვებთ ბედნიერი წარმატებული კარიერის დაწყებას. აუცილებლად ყველაფერი იწყება ისე და ისე ამ გამოცდებით და დიახ. პოზიტიურად დავამთავროთ. თავარია ამ პროცესებით ვისიამოვნოთ. დიახ. ჩაუღრმავთ.
დიახ, ბატონო გიორგი. ეს პროცესი მხოლოდ ეტაპია, ის თქვენს პიროვნებას არ აფასებს, ის აფასებს კონკრეტულ ცოდნასა და უნარებს, რომლებიც თქვენ ზუსტად ვიცი, რომ დააგროვეთ მთელი წლის განმავლობაში. ბედნიერი და წარმატებული გამოცდა. მადლობა ჩვენს არაჩვეულებრივ წამყვანს. მადლობა თქვენ. მადლობთ.